გამარჯობა, ეს არის ბოლო სიტყვა, მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ, იმედია ყველანი კარგად ხართ. ვიწყებთ მორიგი ეპიზოდის ჩაწერას, ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვითავა სტუდიიდან. გვერდდება ასევე ონლაინ რატი მუჯირი ამჯერადაც და ბრიუსელიდან თამარ ნუცუბიძე გვყავს. დღეს საინტერესო თემების ჩამონათვალი შევადგინეთ პრინციპში, იქიდან გამომდინარე რაც აქტუალური და ყველაზე ახალი, ასე ვთქვათ, ცხელი ამბები არის, ვეცდებით რომ ამ ყველაფერზე მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთი და ამასთან ერთად ტრადიციულად მიმოვიხილოთ, განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და გამოყვებით ამ მსჯელობაში. რაც შეეხება თემებს, პირველ რიგში ვაპირებთ ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უნგრეთში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, ეს ყველაფერი უკვე აისახა ევროკავშირის პოლიტიკაზე, შედეგებზე. აქ მოიაზრება პირველი შედეგი, რომელიც უკავშირდება 90 მილიარდის ოდენობის სესხის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს, რომელიც რაღაცნაირად ჰაერში იყო დაკიდებული სწორედ უნგრეთის პოზიციის გამო. მთელ რიგ პროცედურებზე მსჯელობდნენ, როგორ უნდა მieყვანათ ეს საქმე ბოლომდე, იქიდან გამომდინარე, რომ ორბანი და მისი მთავრობა აფერხებდა ამ გადაწყვეტილებას. ამჯერად უკვე მიღებული არის წინასწარი, ყოველ შემთხვევაში ესეთი თანხმობა არსებობს და ამაზე თამარი უფრო მეც გვეტყვის, რომ მადიარის მთავრობა მხარს უჭერს ამ ყველაფერს. საპასუხოდ ეს ყველაფერი გულისხმობს იმასაც, რომ უკრაინის მხრიდანაც კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა მილსადენ დრუჟბასთან მიმართებით, ამაზეც დაწვრილებით მოგიყვებით, ვინც არ იცით ამბავი და მოკლედ ვსაუბრობთ ევროკავშირის ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება 90 მილიარდს, ასევე ეხება სანქციების მეოცე პაკეტს რუსეთთან მიმართებით და ვეცდებით, რომ დღევანდელ ეპიზოდში ასევე შევეხოთ ირანის საკითხს. სადაც ძალიან საინტერესო დრო არის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დასაკვირვებლად ძალიან საინტერესო ყოველ შემთხვევაში. ბევრი ამბავი ხდება, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებებს, რომელიც ჯერ ვერ შედგა და კაცმა არ იცის საერთოდ შედგება თუ არა. ეხება შეიარაღების მობილიზებას დამატებით, იქ გემების შესვლას სპარსეთის ყურესთან ახლოს დამატებით ავიამზიდზე ვკითხულობდი სულ ცოტა ხნის წინ და ეხება პირველ რიგში ბლოკადას, რომელსაც აწყობს უკვე ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე დღეა და ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა რეჟიმისთვის. შიდა დაპირისპირებები იწყება და ეკონომიკური რისხვა, ასე უწოდა სკოტ ბესენტმა პროცესს, რომელიც უკავშირდება რეჟიმის გამოფიტვას ფინანსურად და ეს არის ერთგვარი ახალი ტაქტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებებში. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ და გამოყვებით ბოლომდე. გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს, ასე ვთქვათ, და გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები აუცილებლად. ამ შემთხვევაშიც დავასწარი რატის. მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ. როგორ გიკითხოთ, ხო ყველანი კარგად ვართ? მოგესალმებით, მიხარია რომ კლავ ერთად ვართ და ასევე მოუწოდებ ჩვენს მაყურებლებს მეტად იაქტიურონ და მოდი ერთხელ გადახვევას გავაკეთებ თქვენის ნებართვით. ყველგან შეგვიძლია გადავიხუიოთ, თამარ, ჩვენი ფორმატი არაფერს არ ზღუდავს. არა, მაგრამ თქვენ უფრო ხართ ეგრეთ წოდებული იუთუბერები და მაინც ამიხსენით. რატომ არ არის ხოლმე მაყურებლისთვის საინტერესო, რა ვიცი, შიდა პოლიტიკური ამბები და ჩვენ უმეტესად საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც ამ საგარეო ფაქტორებს ვუკავშირებთ საქართველოს შიგნით არსებულ ვითარებას, ხედავთ, რომ ნახვები უფრო ნაკლებია და მართლა მაინტერესებს და მინდა საინტერესო კითხვაა, ნამდვილად, ჩემი დაკვირვებითაც ასე არის და პრინციპში მოდი პირდაპირ მაყურებელს მიმართოთ, დაგვიწერონ კომენტარებში ვინც გიყურებს, მან დაგვიწეროს მათი აზრით, რატომ არ იწვევს ინტერესს შიდა პოლიტიკური ამბები YouTube-ის აუდიტორიისთვის. აქვე მეც მოგესალმებით, მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად გამოიძროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გაზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიუროთ კომენტარებში, რა თქმა უნდა, აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა კავკასიას უთხრა, რადგან შესაძლოა თქვენ კავკასიის ეთერში გიყურებდეთ ახლა და მადლობა მას რომ დაგვიტყვეს ეთერი. შესაბამისად ჩვენ ვაგზავნებთ ყოველდღიურ მიმოსვლებს ძირითადად საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემებზე და დღესაც სწორედ ეს თემები გვაქვს, მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასე ვთქვათ, აი ეს პროცესი, რასაც ასე აქტიურად აფერხებდა ორბანი, თვითონ შეფერხდა.
და ახლა პირიქით დაიწყო სვლა უკვე რამდენადაც მე ვიცი ელჩების დონეზე არის გადაწყვეტილი ამ 90 მილიარდის ამბავი თავის მხრივ როგორც ვთქვა თქვა იქაც უკრაინასაც აქვს გარკვეული შემოქმედი ნაბიჯები და თამარ მეგონი პირდაპირ ბრიუსელიდან დამოვისმინეთ ახლა ამ ამბავზე მიმოხილვა და რამე შეფასებების თუ გაკეთდა უკვე ხო, გუშინ უკვე ლუქსემბურგში ვიყავით, სხვათა შორის მეც ვესწრებოდი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იყო და ეს იყო პირველი შეხვედრა უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. უნგრეთის მხარე არ ესწრებოდა, მაგრამ ერთიანი პოზიცია ძირითადად მინისტრების იყო, რომ რაღაც ახალი ერა იწყება და გზავნილი ქონდათ ასეთი, რომ ახლა დაიძვრება ყველა მნიშვნელოვანი თემა და იმის იმედი, რომ უნგრეთი დაბრუნდა და ევროპა შეძლებს ერთიანობის დემონსტრირებას და გუშინვე ძირითადი შეკითხვები, რასაც სვამდნენ ჟურნალისტები ლუქსემბურგში, სწორედ შეეხებოდა ამ 90 მილიარდი ევროს გამბლოკვას და ამას წინ უსწრებდა პეტერ მადიარის განცხადება, რომ უნგრეთი არ იქნება წინააღმდეგი, რადგანაც როგორც მან თქვა, ჯერ კიდევ ვიქტორ ორბანმა მისცა თანხმობა ამ თანხის გამოყოფაზე და აქ აუცილებლად ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს იყო მხოლოდ თანხმობა უნგრეთის მხრიდან და სამი ქვეყანა, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი, ანუ მათი ბიუჯეტიდან კაპიკი არ წავა ამ ფულში, ისინი უბრალოდ დათანხმდნენ რომ ხელს არ შეუშლიდან ამ პროცესს. ანუ ისედაც უნგრეთის ფული არ იქნება ამ 90 მილიარდში, უბრალოდ ორბანმა ჯერ თქვა თანხმობა და სულ ბოლო მომენტში, როდესაც ყველა პროცედურა იყო გავლილი, ამ დროს დაბლოკა ეს თანხის გადაცემა უკრაინისთვის, ეს ასევე უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არ არის, რომ ერთ დღეს გადაცემენ 90 მილიარდს, ეს არის ტრანშებად, რამდენიმე წელზე გაწერილი თანხა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის ეს ეგზისტენციალური მნიშვნელობის თანხა არის და აი ასეთი საბოტაჟით ბოდიში ამ სიტყვისთვის და გაჭედა ორბანმა პროცესი. თამარ, ბოდიში გაგაცნობინებ ერთ წამით. ანუ ჩვენს ეთერში და ჩვენს პოდკასტში მათ შორის ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობთ, რომ ეს 90 მილიარდი დამტკიცდა, გამოიყო, ყველა ძალიან კმაყოფილები ვიყავით წლის შემაჯამებელ ნაწილში, თუმცა მერე უცბად აი ესეთი მოულოდნელობა მაინც ორბანმა იპოვა რაღაცა გამოსავალი როგორ დაიბლოკა. ანუ შენ ახლა იმას ამბობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ და შეიძლება იგივე სცენარი განმეორდეს და მადიარის ეს ზეპირი თანხმობის მიუხედავად შესაძლოა რაღაცა მომენტში ისევ გაიჭედოს? არ მგონია, რატი ახლა უკვე ნუ ეს ძალიან ზედმეტი იქნება ალბათ. არა, ტექნიკურად შესაძლებელია. ტექნიკურად კი, ტექნიკურად, იმიტომ რომ დღეს იყო ელჩების დონეზე, რაც ეს პროცესი უკვე გავლილი იყო, ანუ ელჩების დონეზეც კი არა, როგორც შენ თქვი, ბოლო მომენტამდე იყო მისული და ჩვენ ამაზე ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ პრინციპში რადგან და მაშინაც თქვი და შეიძლება ეხა შეხსენებაც ღირდეს, იყო ორი ვარიანტი, A და B ვარიანტი, პირველი ვარიანტი იყო უფრო მარტივი, რასაც უჭერდა მხარს ყველა დიდი ქვეყანა, მათ შორის გერმანიას და გერმანია მაგალითად წინააღმდეგი იყო ამ B ვარიანტის, რომელიც ცოტა ჩახლართული იყო და მით უმეტეს გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბიუჯეტი ევროკავშირს უკვე პარლამენტის დონეზეც ჰქონდა მიღებული და ამ ახალი გადაწყვეტილებით, ანუ გართულებული B ვარიანტით ბიუჯეტში შესწორებები უნდა შესულიყო და სწორედ ამ ნაბიჯზე გაიჭედნენ ბოლოს, ანუ ორბანმა ცვლილებები უნდა შესულიყო და იქ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რაღაცა გზები იპოვა, როგორ შეიძლება ობლიგაციები, მოკლედ საკმაოდ რთული სქემა მოიგონეს, ზუსტად იმიტომ, რომ ორბანი იყო წინააღმდეგი, რომელმაც აიყოლია ფიცოც და ამის გამო იპოვეს აი ეს მეორე ვარიანტი, რაზეც წინასწარ არ იყო თანახმა მერცი, მაგრამ ბოლო წუთში გერმანიას დათანხმდა, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო და აქაც როგორც უკვე ვთქვი, ბიუჯეტიდან და არანაირი რაღაცა თანხების გაღება არ უწევს ამ ქვეყანას და მთელი პროცედურა იყო გავლილი. თეორიულად, ეხლა თუ თეორიულად მეკითხები, იგივე გზა უნდა გაიარონ ალბათ და შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ არანაირი წინაპირობა ამისი არ არის, რადგანაც მადიარმა თქვა, რომ ჯერ კიდევ ორბანმა
მის სამწვანე შუქი თავის დროს და ეს უბრალოდ ასე ვთქვათ არა ჯენტელმენური იყო როგორც მინიმუმ და ყველაზე რბილად ვთქვათ ორბანის ესეთი ქმედება თან უკვე დღეს ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს და 20 ესე იგი ეხლა იწყება შიდა პროცედურა ამ 90 მილიარდის ბოლომდე, ანუ პროცედურულად რომ მოამზადონ ყველაფერი იმისთვის, რომ პირველი ტრანში უკვე დაიძრას უკრაინისკენ და როგორც წავიკითხე, წევრ ქვეყნებს, აი შენს შეკითხვაზე ეს არის პასუხი, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ 24 საათი იმისთვის, რომ თუ რაღაც დამატებითი შეკითხვები, რაღაც შესწორებები, რაღაც განმარტებები ჭირდებათ 24 საათის განმავლობაში ყველა ქვეყანამ უნდა შეტყობინება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. უნგრეთიდან არ იქნება როგორც ჩანს და ასეთი ვარაუდია რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება. დღის განმავლობაში ვკითხულობდი სლოვა ფიცოს რაღაც განცხადებას რომ მანაც მიაბა დრუჟბას მილსადენს და თქვა რომ მხოლოდ მას შემდეგ მისცემენ მწვანე შუქს როცა წამოვა ამ მილსადენით ენერგორესურსები და ასევე შენც თქვი და ესეც უნდა აღნიშნოთ რომ უკრაინის პრეზიდენტმაც გუშინ გააკეთა განცხადება ის ელაპარაკა მერცს ელაპარაკა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და შემდეგ მოქალაქეებს უკრაინელებს მიმართა და სწორედ ეს თქვა რომ დრუჟბა ანუ აღდგება და ელოდებიან რომ აი რაღაცა რამდენიმე საათში უკვე უნდა აღდგეს ამ ფუნქციონირება. კი, შეივსება და წესით, ანუ უნდა წავიდეს ეს პროცესი და მე მაგალითად მინდა ის აღვნიშნო, რომ მე პირადად ამ 90 მილიარდთან ერთად სანქციების მე-20 პაკეტზე მხარდაჭერას ნაკლებად ველოდი, იმიტომ რომ ძირითადად იყო აქცენტი ამ ფულზე, რაც პირველადი საჭიროების არის მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, იმიტომ არ მქონია ესეთი მოლოდინი, რომ როგორც ადრეც იძახდნენ ყველაზე ესეთი ძლიერი და მკაცრი სასანქციო პაკეტი არის. რაც მოიცავს ძირითადი პუნქტები სანამ მე-20-ზე გადავალთ პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო თვითონ ამ 90 მილიარდის გადაცემასთან დაკავშირებით 20-26-ის ბიუჯეტში უკრაინას აქვს მწვავე დეფიციტი მას აკლდება 52 მილიარდი დოლარი ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ივნისისთვის უკრაინის ბიუჯეტში ფული არ იქნება შესაბამისად ვერ დააფინანსებს საკუთარ თავდაცვის უნარიანობას და უამრავ სოციალურ და სხვა ხარჯებს ამიტომაც არის ეს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს ეს მათი ბიუჯეტის განაწილება ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ის თანხა, რასაც უკრაინა ახერხებს, რომ აკუმულაცია გაუკეთოს შიდა გადასახადებიდან, ის იხარჯება სრულად დონეზე. რაც შეეხება აი ამ საერთაშორისო დახმარებას და საერთაშორისო თანხებს, ის ძირითადად ხმარდება უკრაინის სამოქალაქო სექტორს, ანუ მასწავლებელს, პენსიონერებს, ხელფასებს, ანუ ამ ნაწილზე იხარჯება ხოლმე მაყურებელმა რო იცოდეს. ანუ თუ კი წინასწარ გაცხადებულად სამხედრო დანიშნულებით არ არის თანხა გამოყოფილი, სხვა ნებისმიერი თანხა, მათ შორის აი ამ 90 მილიარდის ძალიან დიდი ნაწილი მიდის უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. იგულისხმება კიდევ ერთხელ სკოლები, ბაღები, იმისთვის რომ ადამიანები ჯანდაცვის სისტემა და ნუ ასე შემდეგ. შესაბამისად, რასაც გიორგი ამბობდა, რომ ეს დეფიციტი იქნება, დეფიციტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და რაც პრაქტიკულად ჰუმანიტარული კატასტროფის თვალსაზრისით შეიძლება იყოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება მართლა სულზე მოუსწრო უკრაინას და მადიარი იმედია აი ამ თავის რიტორიკის ერთგული დარჩება და რეალურ ცხოვრებაში იმ პოლიტიკას გაატარებს, რა მოლოდინის პრინციპში შექმნილია მისგან. კაი, პატარა ანონსივით გავაკეთებ პაუზას. ნახეთ, 20 პაკეტი ხომ უნდა გავშალოთ ცხადია და შემდეგ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ანუ ვიდრე ირანზე გადავალთ, მიმოვიხილოთ მოკლედ რა ხდება ახლა უკრაინაში. აპრილი მთავრდება და ძალიან საინტერესოა რა, იქ რუსეთს თავისი გეგმები ქონდა, საგაზაფხულო კამპანიის დაწყება და შემდეგ. მოკლედ ამ მე-20 პაკეტის შემდეგ მაყურებლისთვის რომ დარჩეთ და არ დასკიფოთ თუ არ ჩახუროთ, შემდეგ ვისაუბრებთ უკრაინაში რა ხდება, მე ნაკლებად მიმოვიხილავთ ფრონტზე. პატარა ჩანართსაც გავაკეთებ მანდ მომზადებ. არა, ჯერ მე-20 პაკეტი. ოკეი.
და შემდეგ ირანი ბოლოს. პაკეტი. მოდი მაგრამ ერთ რაღაცას დავაზუსტებ კითხვის სახით. მე მახსოვს რომ ყულევის ნაწილის მეოცე პაკეტის ამაში იყო და ეხა საბოლოოდ ვარი აქვს ნათქვამი თუ შეიძლება დავუნდეთ ის წესში. არ გხო, აი მაგით მინდოდა დამეწყო რომ მეოცე პაკეტი ჩვენთვის საინტერესო იმით არის მიუხედავად იმისა რომ მაყურებელს როგორც ჩანს უფრო სხვა საკითხები აინტერესებს, მაინც ვთქვათ რომ რა თქმა უნდა ყულევის პორტზე იყო იქ საუბარი, რამაც ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია ქართულ ოცნებაში იმდენად რომ მიმოწერა გამართეს ევროკომისიასთან, არაერთ ბრიფინგზე წამოიწია ეს თემა და ნახეთ ჩვენ რომ ოსალივანის წერილიც იყო და დაპირება ფაქტიურად ესე გამოვიდა რომ გვაპატიეთ და აღარ გავატარებთო ხო წერილის შინაარსი მართალია თავიდან ქართული ოცნება მალავდა და თითქოს თქვა რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია და ამიტომაც გადაწყვიტეს ამოეღოთ სიიდანო მაგრამ შემდეგ გავცელდა ეს წერილი მიმოწერის სადაც ფაქტიურად ეწერა რომ მივიღეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან და კონკრეტულად მითითებული იყო მაკაბოჭორიშვილი რომ მოკლედ კარგად მოიქცევიან და აღარ დაარღვევენ ასე რომ ბოლოს ყოველ შემთხვევაში რა განცხადებაც გაკეთდა კომისიის პრესსამსახურიდან ამოღებული იყო ამ პერიოდში მე არ ვიცი არ მგონია რომ რაღაც ისეთი შეცვლილიყო ან რამე დამატებით მიეღოთ ინფორმაცია ციფრები ან რაღაცა ყოველ შემთხვევაში რომ არ შევიყვანო შეცდომაში მაყურებელი დაზუსტებით ვერ ვიტყვი მაგრამ ჩვენთვის მაგ მხრივ იყო საინტერესო რაც შეეხება შემდეგ კითხვას აი აგერ მაქვს როიტერის სტატია ჩამონათვალით ესე იგი ნავთობი და გაზზე შეზღუდვები პორტების შეზღუდვები და ფლოტი რომელიც არის ეს ჩtildeოვანი ფლოტი ასევე გაყინვა აქტივების ახალი ინდივიდი დაემატებაო ასევე რუსეთთან კონტაქტში კოორდინაციაში მყოფი 56 სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსიო 17 აქედან ჩართული მესამე ქვეყანაში და მოყვანილია ქვეყნები ჩინეთი, ბელარუსი, ცენტრალური აზია. ასევე ესე იგი რუსეთის ნავთობ კომპანიებთან დაკავშირებული კომპანიები ბანკები, კრიპტოვალუტა და გვერდის ავლა. სწორედ ალბათ ამ პუნქტში მოიაზრებოდა ყულევის სპორტი, ანუ სანქციებიდან გვერდის ავლა და წერია სხვათა შორის რომ ყირგიზეთი არისო პირველი ქვეყანაო, რომელიც იქნება ყირგიზეთის კონკრეტული თქვათ რა ფირმა რომელიღაცა წარმომადგენლობა, რომელიც დასანქცირდება ზუსტად გვერდის ავლის ეს როიტერსის სტატიაშია, ასევე ესე იგი სხვადასხვა მეტალები და ქიმიური კომპონენტების იმპორტიც აკრძალვათ. მოკლედ, როგორც იყო დაანონსებული, ყველაზე მძიმე სასანქციო პაკეტი არისო, ამბობენ, ნახოთ სასანქციო პაკეტიც მაინც, ანუ როგორც 90 მილიარდი, ასევე მეოცე პაკეტიც ელჩების მიერ იქნა შეთანხმებული დღეს და რამაც საბოლოო შეთანხმება უკვე ოფიციალურად, ანუ ფურცელზეც უნდა გაფორმდეს და ახლო მომავალში ძალიან სწრაფად ელოდებიან. თუ ვივარაუდებთ კი არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 24 საათია ქვეყნებს მიცემული, თუ კი რამე შენიშვნა ექნებათ პროცედურის დასაწყებად 90 მილიარდ ევროზე, ნუ ვივარაუდოთ უნდა რომ ალბათ რა ვიცი, კვირის ბოლომდე ექნებათ სურვილი რომ უკვე ყველაფერი დაიძრას. ვნახოთ, საინტერესო პროცესებია და მართლაც აი ამ ფაქტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორბანის ერა არის დასრულებული და რაღაცა სხვანაირი მოძრაობა დაიწყო ევროკავშირის შიგნით და საერთოდ ჩემი აზრით ახლა მნიშვნელოვანი არის მაგ მეოცე პაკეტის აღსრულება და მისი აღსრულების კონტროლი, რამდენადაც უკვე ომი იმ შიხშია შესული, სადაც
აი ეს აქტიური გამოფიტვა დაიწყო მხარეების, ხო? ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენ მოყოლებელსაც ძალიან კარგად აქვს ნახი, როგორი სოციალური უკმაყოფილებაა რუსეთში, ხო? ამას თვითონ უკვე ინტერნეტის შეზღუდვის და ყველა შეზღუდვების მიუხედავად ვეღარ მალავენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს სამხედრო ძალაზე ფული არ ეყოფა, თუმცა სოციალური კუთხით გამოფიტვა უკვე დაწყებულია. ახლა იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც შენ გქონდა თამარ, მნიშვნელოვანია, რომ მისი აღსრულება როგორ მოხდება და ასევე კონტროლი მის აღსრულებაზე, იმიტომ რომ კონტროლის გარეშე ჩვენ გვახსოვს პირველი 19 პაკეტი, ხო, ამ სანქციების კი მათმა ნაწილმა სწორედ იმუშავა და ახლა იმიტომ არის დაწყებული ეს კრიზისი რუსეთში, რომ ეს სანქციები ასე მუშაობს, გვიანი ეფექტი აქვს, მაგრამ ეხლა ამ მე-20 პაკეტის მისი ყოვლის მომცველი ცოტა ისე გადაჭრელებული სიტყვა, მაგრამ ფართო არეალიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის. თუმცა აქვე ჩემს აზრს ვიტყვი და ნახოთ ბიჭები თუნდაც შენ თამა როგორ განავცოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც რუსეთს დაუწესდა, იყო უკრაინული დრონები და უკრაინის წარმოების შორსმთხვენი რაკეტები, რომლითაც რუსულ პორტებს დაარტყეს. და ამ პორტებზე დარტყმამ ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა რუსეთში, დარწმუნებული ვარ, ბექა ახლა უფრო ცვლად განავცობს ამ თემას. როცა ახლა ჩვენ საუბრობთ ტუაფსეში მაგალითად რეზერვუარები ისე ვიწვის, რომელიც უკვე მერამდენედ უკვე დაიბომბა, ხო? და ჩვენ გვახსოვს, რომ ეს არ არის დღეს დაწყებული კამპანია, გასულ წელს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად აქცია უკრაინის მხარემ ეს მიმართულება და დაიწყეს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო ეს ძალიან ფართო ტალღა, სადაც წლის ბოლოს მე მახსოვს ესეთი სტატისტიკა, რომ დაახლოებით მინიმუმ 20%-ით და საშუალოდ 20-დან 25%-მდე იყო წლიური ნავთობწარმოება შემცირებული რუსეთის ტერიტორიაზე, რაც სერიოზული დარტყმა იყო ჯერ კიდევ შარშან, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ ერთი ფაზა დაიწყო ახალი. ჩვენ ნახეთ ძალიან რამდენიმე ეტაპი, რამდენიმე ფაზიანი დარტყმები იგივე ორ მსხვილ პორტზე გასული კვირების განმავლობაში, ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ტუაფსე არის სამიზნე, თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ მხოლოდ ნავთობ და ენერგოსექტორი არ არის სამიზნე. ხო, აქ ერთი პატარა დეტალი კიდევ რომ ახლოს არ არის ეს ამბავი, ეს ძალიან შორს ხდება ხოლმე, როგორც წესი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 1000-ზე მეტ კილომეტრზეც კი ფიქსირდება ხშირ შემთხვევაში დარტყმები. ამის გარდა ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ზღვაზე უკრაინა და ჩვენ ნახეთ ბოლო დღების განმავლობაში ასევე 5 სხვადასხვა კლასის საზღვაო სამხედრო ხომალდი, რომელიც დააზიანეს მათ და ძალიან თვალშისაცემია ტექნოლოგიური განვითარება უკრაინის მხრიდან სამხედრო ინდუსტრიაში, რაც წყალქვეშა და წყალზედა დრონებსაც გულისხმობს, რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ ფრონტზე პირობითად რობოტიზებული სისტემების, სახმელეთო სისტემების ძალიან აქტიურ დანერგვაზე და თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ბოლო განცხადება მახსენდება ფედოროვის, რომელიც ამბობდა, რომ მათი მიზანი არის მაგალითად ლოჯისტიკის გამართვა 100%-ით უზრუნველყონ რობოტიზებული სისტემებით, რაც ნიშნავს ორ რამეს, მეტ ხარისხს, მეტ სისწრაფეს და ნაკლებ დანაკარგებს ადამიანურ რესურსში. ეს არის მთავარი ამოცანა. აქედან ხო, ამ მხრივ რომ შევაჯამოთ, ესე იგი, ჩემი მხრიდან მე რომ შევაჯამო, კარგად მიდის საქმე იმ გაგებით, რომ სამხედრო ინდუსტრია როგორც უკრაინის შიგნით ძალიან კარგ და ახალ სიმაღლეებს აღწევს ტექნოლოგიურად და ეს უკვე იგივე ზელენსკის სიტყვებით რომ თქვათ made in Ukraine არის სერიოზული ბრენდი და ეს აჩვენა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმაც, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ვიცით რომ გარეთ პარტნიორები ძალიან აქტიურად ეხმარებიან, გერმანიის როლი ამ შემთხვევაში არის წამყვანი და არა მხოლოდ და მთლიანობაში ეს ყველაფერი იძლევა ეფექტს, თუ ამას დაემატება ეს ფინანსური დახმარება თუ სესხი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ დროულად
წამოეწევა კომბინაციაში სანქციებთან, რომელიც იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება ეფექტური და აღსრულებული და გაკონტროლებული, როგორც რატიმ აღნიშნა, მთლიანობაში ეს ცალსახად უკრაინის სასიკეთო ტენდენციას ქმნის. და თუ საუბრობთ გამოფიტვაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანური რესურსის უდიდესი დანაკარგები, რომელსაც მუდმივად განიცდის რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ჩვენ ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე თვეა დაინერგა ახალი სისტემა, რეიტინგებს ითვლიან ყოველი დანაყოფი, ვინ რამდენი ცოცხალი ძალა გაანეიტრალა, დაღუპულების თუ ბრძოლას გამოთიშულების დაჭრილების სახით და ეს სტატისტიკები ყოველთვიურად მზარდია. დაფიქსირდა 35,000-იანი ნიშნული, ერთ-ერთი ბოლო რაც მახსოვს ეს იყო მარტის თვეში, თუ თებერვლის თვეში, თუ მე შლება შემისწორი. კი ბატონო, ანუ ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა, მით უმეტეს რომ არ გაგაცნობინებ სერიოზულია ძალიან, მაგრამ დათქმული 50,000 ჯერ კიდე არ არის და კი ბატონო. ყოველთვიურად გამადიდებელი ველოდები. ახლა მთავარი 50,000 კი, ეგ დაანონსებული აქვს, გაცხადებული აქვს და ახლა მთავარი ინტრიგა იმის პარალელურად, რომ რუსეთში იკრძალება ინტერნეტზე წდომა, ნუ ეს ტელეგრამის დიდი თემა ვიცით. კიდევ დამატებით თქვენ შემოიტანთ აუცილებლად დეტალებს ახლა იქ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე და ასე შემდეგ, გაზაფხულის კამპანიაზე, ჩავარდნაზე მოდი ვილაპარაკოთ აუცილებლად. უბრალოდ ერთი რამის დამატება მინდა, რაც აგულისხმოა, რომ რა იქნება პუტინის შემდეგი ნაბიჯი, რატომ ხდება, ბევრი მსჯელობს ძალიან ამაზე, ხომ არ უკავშირდება ინტერნეტის დაბლოკვა, სწორედ იმას და ნუ აი ამ სოციალური ქსელების რომ გამოცხადეს მობილიზაცია და ეს სერიოზული თემა არის, თუმცა ხო, ცხადია რომ ეს არ იქნება პოპულარული ნაბიჯი და ამას მოყვება საზოგადოების რეაქცია. ვიმსჯელოთ ამაზე, რას ფიქრობთ თქვენ? იქნება თუ არა იქ შემდეგი ნაბიჯი, ნუ ამ რეალობის გათვალისწინებით. ფაქტია რომ გარღვევა არ აქვს. ხო და რაღაცა რეპლიკა თუ სწორად მახსოვს ამ ამბავზე და აი მეც მაქვს ერთი კი მადლობა ჯერ ერთი პატარა რაღაცა ესე იგი სანქციებთან დაკავშირებით და ცენტრალურ აზიასთან ძალიან საინტერესო რამ მოვიძიე რომ რუსულ კრიპტო ბირჟა Greenex-ზე იყო კიბერშეტევა განხორციელებული და პლატფორმიდან $13 მილიონ მეტი წაიღეს, ანუ მილიარდ რუბლზე მეტი, რის გამოც ბირჟამ სრულად გააჩერა მუშაობა, ეს ძალიან სერიოზული ამბავი არის და Greenex-ის მფლობელები აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი კიბერ კრიმინალების ნახელავი, არამედ სპეცსამსახურები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქაც ფიგურანტი არის ცენტრალური აზია, ასე ვთქვათ, ცენტრალურ აზიაში ქონდა. ცენტრალური აზიის სპეცსამსახურები. არა, ცენტრალურ აზიაში ქონდათ რუსებს ეს. წინა პაკეტებში მახსოვს ყირგიზეთი ახსენა თამარმა და მან რამდენიმე ბანკი დაასანქცირეს. დიახ. იყო ასეთი ფაქტები და ასევე ეს მეორადი წარმოება იქ ჩინეთიდან შესული ტვირთები და ყირგიზეთი ზოგადად ძალიან საინტერესო ქვეყანა არის ამ კუთხით. ჩვენ გვისწრებს ხოლმე რაღაცეებით წინ, როგორც წესი, რამდენიმე ნაბიჯით ადრე იტესტება ყირგიზეთში და შემდეგ იტესტება ყველაფერი საქართველოში. ნუ ყოველ შემთხვევაში მთელი ეს რუსული კანონები და ასე შემდეგ ჯერ ყველაფერი იყო ყირგიზეთში. ახლა კიდე ერთი პატარა რამ მოვამზადე თქვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არის აი ამ ომის ფონზე როგორც მუშაობს ევროპა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ანუ ახალ არქიტექტურაზე როგორ მუშაობს და ეს არის პირველ რიგში ბირთვული ფარის შექმნა და აი აქ იკვეთება ლიდერად საფრანგეთი, რომელიც ცდილობს ჩაანაცვლოს ერთგვარად ვაშინგტონი, იმიტომ რომ ვაშინგტონის იმედი ევროპაში აღარ აქვს და ევროპა საჭიროებს ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რა, ყოველ შემთხვევაში აი ამ მოცემულობა ასეთია და ევროპა საჭიროებს საკუთარ უსაფრთხოების ქოლგას, ბირთვული უსაფრთხოების ქოლგას და მაგალითად პოლონეთი ცდილობს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს და ამ კონტექსტში განიხილავს საფრანგეთის ბირთვულ ქოლგას. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად პოლონეთში განთავსდეს ფრანგული თვითმფრინავები ბირთვულ კომბინიანი ბომბებით, ხო? ისევე როგორც მაგალითად დღემდე აი ამ ბირთვული შეკავების თავარი საფუძველი იყო შეერთებული შტატები ნატოს ფარგლებში, მაგრამ ახლა ბოლო წლებში ეს ყველაფერი იცვლება, ხო? და კიდე ერთი თემას გავაგზელებ, მაგრამ აქვე პოლონეთის თემას შევავსებ.
ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად იგეგმება მომავალ კვირაში სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები რეალისტურ გარემოში. ანუ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ რაღაც პანიკა არ გამოიწვიოს და იქნება აქ სირენების დატესვა, ბუნკერების დატესვა და რაღაცა მსგავსი ტიპის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად წვრთნა არის დაგეგმილი. და აქ ეს მნიშვნელოვანი რამდენად არის ჩემთვის პირადად და ალბათ თქვენთვის ეს დამაყურებელთვისაც, რომ პოლონეთი უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას და აქ მსგავსი ტიპის თავდაცვითი წვრთნების დაგეგმვა ძალიან ბუნებრივია, ხო? და არ ხდება არავინ რატომღაც ტელევიზორში, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან არ გამოდის და არ ამბობს, რომ აი ცოტა ხანში უკრაინის ომი პოლონეთში გადმოვა და აი ჩვენ თუ არ ვიხდებით ომი დაიწყება პოლონეთში, ასეთი პროპაგანდა არ არის, პირიქით ძალიან მშვიდად და წყნარად პოლონეთში ემზადებიან, გადიან აი ამ წვრთნებს და როგორც გითხარით, რამდენიმე ქალაქში ერთდროული სამოქალაქო თავდაცვის წვრთნა არის დაგეგმილი. შესაბამისად, აი ეს ინფორმაცია რაც შენ გააცნე ფრანგული ვირტუალური კომბინების შესახებ და ვფიქრობ, რომ მართლა ეს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა ჩვენს თვალწინ იხატება უკვე და ტრამპმა უნდა მოკითხოს თავის თავს რამდენად როგორ მოახერხა, რომ აი ამ ევროპაში ესე ღრმა ფესკრამილარი ამერიკული გავლენები ასე ნელა მეორე პლანზე გადააყენეს. ხო, აქ ერთ დეტალსაც, ხო, ბოდიში თამარ, ერთ დეტალსაც დავამატებ და ესე იგი, უკვე 2025 წლიდან საფრანგეთი აღარ თვლის საკუთარ თავს ვალდებულად, რომ მიაწოდოს ყველას ინფორმაცია მის ხელთ არსებული ვირტუალური კაბინების რაოდენობის შესახებ. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მეორე, რამდენიმე ევროპული ქვეყანა არის უკვე ჩართული აი ამ პროგრამაში. ეს არის ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ჰოლანდია, პოლონეთი და შვედეთი და ჩეხეთს აქვს უკვე სურვილი, რომ ამ ყველაფერში ჩაერთოს და ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთთან ერთად ძალიან სერიოზული რამ იკვრება უკვე აქ და დიახ, სწორედაც ევროპის უსაფრთხოების აბსოლუტურად ახალი კონფიგურაცია ჯდება, იმიტომ რომ არავინ არ იცის ამ პირობებში ვაშინგტონი საბოლოო ჯამში რა ნაბიჯს გადადგავს, დარჩება, არ დარჩება, თუ კი დარჩება ეს იქნება სასარგებლო თუ პირიქით, ანუ ჩვენ ამაზე მსჯელობა შეგვიძლია ძალიან თეორიის დონეზე ამ ეტაპზე. არა, მე უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა და დამემატებინა, რომ მე მაგალითად ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამ თემებზე ძალიან დიდი ხანია დავიწყეთ საუბარი, ზუსტად ამ კონფიგურაციაზე, ზუსტად ამ ბირთვულ თანამშრომლობაზე და გუშინ ალბათ ბევრმა ნახა მაკრონის ვიზიტიც პოლონეთში, ტუსკთან მისი ურთიერთობა, რა ხალხმრავალი, რა ვიცი, უამრავი ხალხი იყო მასთან შეხვედრაზე და ზოგადად საერთოდ მე არ ვიცი პირადად ძალიან მომწონს ამ ვაიმარის გაძლიერება, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ჩვენზეც რაღაც პოზიტიურად იმოქმედებს, იმიტომ რომ ამ ვაიმარის სამკუთხედის დაინტერესება თუნდაც ჩვენი ქვეყნის მიმართაც არის ძალიან გამოხატული და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როგორც ძალიან პროევროპელისთვის ევროკავშირის გაძლიერება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან პოზიტიური ესე კი ბატონო ბეკას კითხვას რომ დაუბრუნდეთ რუსეთში გაწევასთან დაკავშირებით დავიწყებ თუ წინააღმდეგი არ ხართ მე დავჩები ჩემს პოზიციაზე რომ თუ კი რუსულმა დანაკარგება ფრონტზე ეს ტემპი შეინარჩუნა, რაც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანვიდან არის დაწყებული. თუ კი 30 პლუსი 30-35,000 მინუს ჯარისკაცი რუსი ფრონტზე დაფიქსირდა, თუ კი დარტყმები საჰაერო რუსეთზე ამ მასშტაბით გაგრძელდა, თუ კი ტექნიკის დანაკარგი მათ შორის ესეც საკმაოდ გაზრდილია ფრონტზე, იმიტომ რომ საგაზაფხულო კამპანია რუსებმა დაიწყეს ჩარშანდელი. ისევ დიდი შტურმები ცდილობდნენ და თითქმის ყველა დიდი შტურმი უკრაინელებმა აღკვეთეს და შესაბამისად ტექნიკის დანაკარგი ძალიან დიდი იყო. თუ კი აი ეს ტენდენცია გაგრძელდა დაახლოებით კიდევ 2-3 თვე, მაშინ პუტინი უბრალოდ იძულებული გახდება, რომ შემოდგომაზე გამოაცხადოს მობილიზაცია. თუ კი რამენერად მოახერხა დაჭერა
და ამ ტემპის დაგდება და ანუ თუ კი არ გადააჭარბა დანაკარგვა გაწევას ჩვეულებრივს მაშინ მობილიზაციას ალბათ მომავალ წლისთვის გადადებს თუ არა და წელს მაგან გადააჭარბა უკვე რამდენადაც მე ვეცნობი ოფიციალურ სტატისტიკებს გასული თვეების განმავლობაში კი რა თქმა უნდა ამიტომ ვიზახი 2-3 თვე თუ გაგრძელდა მაშინ აუცილებლად მოუწევს შემოდგომაზე მობილიზაცია ანუ შენ რატომ ამ პერიოდში გამორიცხავ რომ თქვათ რაღაცა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღონ და რაღაცა ისეთი რომელმა მოლაპარაკე სადღა არის მოლაპარაკე ხო და აი მაგას გეკითხები არც არის აი მოლაპარაკებები ვისაც უნდა და ის თავისი ომით არის ახლა გასული არც არის ამ ომისთვის ხო აბა მაშინ აი რაღაცა დღეს თუ გუშინ აი თქვენ უფრო ვეცოდინებათ გააქტიურდა ისე პუტინი ზელენსკის რაღაც ორხრივი შეხვედრის თემა და ესეც ვერ მივხვდი აი კი აი ეხლაც ამ წუთას ვნახე X-ზე რომ პესკოვი ამბობს რომ არ არის წინააღმდეგი პუტინი შეხვდეს ზელენსკისო, მაგრამ ეს იქნება დამასრულებელი შეხვედრა მოლაპარაკებების შემდეგ. კი ბატონო თამარ, ნახე. თამარ, ამაში პრინციპში ახალი არაფერი არ არის. ეს არის ზუსტად ის, რასაც იმეორებენ წლებია უკვე, რომ კი ჩვენ არ ვართ, ანუ ზოგადად რუსეთის პოზიცია ხო ეგეთია, რომ თითქოს არ არიან წინააღმდეგი, მშვიდობა უნდათ და რა ვიცი, მოლაპარაკებებისთვისაც მზად არიან, თუმცა ამისთვის უნდა საფუძველი მომზადდეს და ეს საფუძველის მომზადება მიდის მერე იმ კონფლიქტის მიზეზებამდე, რომელსაც ჩამოთვლიან ხოლმე რომ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ასე და ასე შემდეგ და ეხლა მათ გაცხადებული აქვთ რომ მინიმუმ თან მით უმეტეს თავის კამპანია შეეწინააღმდეგებიან ამ ლოგიკით ხო მთელი რუსული კამპანია ხო ამაზე აგებული რომ აი ეხლა დონეცკი უნდა ავიღოთ და უკვე ჩვენია კი არა და რა ვიცი რებს აღარ აცხადებენ ხო ამიტომ ამ ლოგიკით ეხლა რაღაც მოლაპარაკებებზე საუბარი ცოტა არ იყოს აზრს მოკლებული არის მით უმეტეს რომ მართალი თქვა რატომ ტრამპი წნეხავდა ზელენსკის რომ დათმობებზე წასულიყო და ეხლა იმას არც ალია თავისი გასაჭირი აქვს იმაში რა ქვია ირანში სადაც შევეხებით აუცილებლად მანდარის ერთი პატარა კომენტარი ზუსტად მანდარის აი ეს მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას მთლიანად იმიტომ რომ პუტინი ამ ომს ვერ იგებს პუტინი ელოდა რომ 48 საათში შეცვლიდა კიევში ხელისუფლებას და ჩააყენებდა იანუკოვიჩს ან ვიღაცა მსგავს თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეძლო აგერ უკვე მეოთხე წელია მეორე მსოფლიო ომზე მეთხანს მიმდინარეობს ეს ომი და ძალიან ძვირი უჯდება სამყაროს და თვითონ რუსეთს ეს ყველაფერი და ცხადია მას სჭირდება რაღაცა გამარჯვების ფორმულა, რაღაცა უნდა ან რაღაცა ახალი გამოწვევა გიორგი რის შემოტანა მინდა იცი აღმოსავლეთ ევროპაზე მუქარების და ამ ინციდენტების ამიტომაც შემოვიტანე ეს თემა რომ ანუ ბირთვული კოლგის შექმნა და ყველა ქვეყანა რო ცდილობს ევროპა მათ შორის აღმოსავლეთ რაღაცა წარმატება ჭირდება სადღაც ჭირდება ერთადერთი ამ სივრცეში წარმატებული სცენარი ეს არის ქართული სცენარი სადაც ანუ თოფის გასტროლის გარეშე მიაღწია თავის მიზანს, მაგრამ მას ჭირდება რაღაცა თოფის გასტროლით. და ამისთვის მიმდინარეობს გარკვეული სამზადისი. მით უმეტეს თუ მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ, რაღაცა ახალი ჭირდებათ დასაბუსტად ამ ხალხის რა. რა თქმა უნდა, ასე მგონია, ანუ ეს შეიძლება იყოს ბირთვული საკითხი, ეს შეიძლება იყოს რომ აი ევროპა გვებრძვის ხო მიდის ეს კამპანია უკვე ხო დიდი ხანია დაიწყო. რაც ამერიკის რაღაცა ვექტორზე გადახედეს იქ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ კითხვის ნიშნები დავტოვოთ აქ და მე განვავრცოთ რაღაცა მაგრამ მაინც მოდი რადგან შევეხეთ ამ აღმოსავლეთ ევროპის საკითხს ხომ არ თქვათ მეტი ამ ამბავზე. არის საუბარი რომ იქ ესტონეთში შესაძლოა რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყონ ან მაგალითად ნარვაში კი ბატონო ხო იყო 2 დღის წინ ვკითხულობდი რომ ერთი დრონი შემთხვევით იქით გადავფრინდა კიდევ ერთი კამპანია ხო გვახსოვს ეგეთი რომ რუსული დრონები დაფრინავდნენ ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი გახდა კი ხო იგივე პოლონეთის ტერიტორიაზე და რამდენი გვაქვს ესტონეთში და ასე შემდეგ ხო ანუ აშკარაა რომ რაღაც ახალ საფუძველს მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მეშლება და შემეწა რაღაცას ახალ თემას ხარშავენ, რომელიც შესაძლოა ორივეს მოიცავს, შესაძლოა ერთ-ერთს განსაკუთრებით და ნუ ლოგიკა სწორედ მანდეთ მიდის, იმიტომ რომ სხვა შორის ბევრ მოსაზრებას გავეცანი იგივე ამ ინტერნეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ტელეგრამზე რაზეც დიდ პანიკაში არიან ახლა რუსეთში ხო თვითონ ხალხიც და არა მარტო სამხედრო კომპონენტში რომ ეს არ არის იმისთვის რომ პირობითად გააქარწყლონ პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო რაღაც
საზოგადოებრივი აზრი, მაგას ისედაც აკონტროლებდნენ. ანუ ეგ იმისთვის არის, რომ შემდეგი პრევენცია, შემდეგი დიდი უკმაყოფილების ტალღის წინააღმდეგ და ამას თუ დაუმატებთ იმას, რომ გააქტიურებენ შიგნით ამ საინფორმაციო ხაზს, რომ რაღაც დამატებითი საფრთხეები არსებობს და პირობითად, რა ვიცი ხა, აგერ აღმოსავლეთ ევროპა გვიკეტავს გზას ზღვაზე გასასვლელს, ან რა ვიცი, უამრავი ამ ბირთვული საფრთხე გვემუქრება თუ რასაც შეფუთავენ, ხო, ნუ სადღაც მანდ მიდის რა, რომ მანდ მიდის ზუსტად დატესტვა ნატოსი ევროპის მეორეა რეალურად პოზიციაზე კი ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მანდაც უამრავი კითხვის ნიშანია, ხო, ამიტომაც ქმნიან ბირთვულ ფარდას ევროპული სახელმწიფოები. იმიტომ რომ აღარ უყურებენ შეერთებულ შტატებს. თუმცა ანუ აი რეალურად რომ დავფიქრდეთ ახლა ჩვენ იმ ფონზე რომ დონბასის აღებას აგერ ამდენი ხანია ვერ ახერხებს და ვერ მიიწევს წინ ერთი გარღვევაც ვერ ნახეთ, წელს ვერ ნახეთ ერთი ანუ ესეთი თვალში საცემი გარღვევა პატარა სოფლების დაკავებაზე და იქ რაღაც კონსტანტინივკას რომ მიუახლოვდნენ ამაზე არ ვლაპარაკობთ ხო ამაზე ხო შევთანხმდით რომ ეს არის კუსნაბიჯების ციარული მაგრამ ხო ნუ ფაქტია ერთი რომ მათ არ აქვთ იმის სამხედრო რესურსი რომ ახლა ევროპას ომი გამოუცხადონ. ეს თავიდან ბოლომდე მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი ბოლი, რომელიც შიდა მოხმარების პროდუქტია რა, მეტი არაფერი და ამიტომ ნუ ხო რაღაცა ევროპის მიმართ რაღაც მედვედევის და ვიღაცების მუქარებს რომ ამას ჩავძირავთ, იმას ჩავძირავთ, ამიტომაც რაღაცა არასერიოზულად აღვიქვა ხოლმე, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამაზე. მეც მგონია რომ თუმცა მეორე მხრივ რაღაც მომენტში სასარგებლო მგონია თავად ევროპისთვისაც, იმიტომ რომ მან ხალხს სჭირდებოდა გამოფხიზლება. ერთი კარგი საქმე ტრამპმა, რაც არ უნდა ცუდი ჩამოთვალოთ ევროპასთან მიმართებით, ეგ გააკეთა, რომ ფულის დახარჯვა დაიწყეს, თავის თავზე ფიქრი და თავის სამხედრო ინდუსტრიაზე და საკუთარ თავდაცვის სისტემის შექმნაზე და მეორე მხრივ ეს რუსეთისდანაც ეს თუნდაც პოპულისტური თუ რა ვიცი შიდა პროდუქტად გათვლილი რაღაცა კამპანიები, იქ ხალხს რეალურად აჩვენებს საფრთხეს, რომ საჭიროა ეს ხარჯები რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ, რომ ევროპის ერებმა და ნუ მათმა საზოგადოებამ ეს გაიაზროს, რომ ეს არ არის წყალში გადაყრილი და რაღაცა. თუმცა ევროპა რო ფულს ხარჯავდა საკუთარ თავზე, ეგეთი უნდა უბრალოდ ხარჯავდა საკუთარ კეთილდღეობაზე. და სამხედრო კომპონენტს გულისხმობ. თანხების განაწილება უსაფრთხოებისთვის, რადგან ამერიკა აღარ არის უსაფრთხოების გარანტი და თუ რატომ აღარ არის. და როგორი პრობლემაა, მე მგონი დრო თუ დავუშვათ. კი ბატონო, 15 წუთი დაგვრჩა დაახლოებით და შემოვიტანოთ უკვე შემდეგი თემა. მართლა ძალიან ჩემი ესეთი ხა სამწუხაროდ ბოლო რაღაცა. რატი ბოდიში გაგაწყვეტინებ, საინტერესო ჭრა მაქვს ესეთი. ნახეთ, ვინც ამ დრომდე უყურებთ ხალხო და შემორჩით და მოგწონთ ეს დისკუსია და გაინტერესებთ, დალაიქეთ ვიდეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ალგორითმისთვის და გამოიწერეთ არხი, თუ არ ხართ გამომწერები ბოდიში რო გაგაწყვეტინებ. არაფერს პირიქით უნდა მეთქვა რომ იმას ვამბობდი რომ ბოლო რაღაცა პერიოდია აქტიურად ირანს ვეღარ ვადევნებ თვალყურს და ეს ზოგადად რასაც უყურებ ცოტა ჩემთვის ეს ცოტა რაღაცა აბსურდულ სიტუაციაში არის შესული მდგომარეობა რომ ეს ორმუზი ირანელებს აქვთ ბლოკირებული თუ ამერიკელებს თუ ორივეს ბლოკირებული აქვთ და ეს რაღაც თან სამშვიდობოთან ეხა ზუსტად ჩვენი ჩაწერის წინით ვყოლობდით თქოს ქალები ვინც იქნა დაესაჯეთ აღარ დასჭირდნენ როგორც ეს ინფორმაცია ტრამპმა გაუწევა და თუ რომელიმე ახერხებთ აქტიურად თვალყურს შევძელი და მეც სიამოვნებით მოგისმენთ მოკლედ ამბავი არის ესეთი რომ ირანს ამერიკის შეერთებულ მესმის რატომაც არის ვისთვისაც რაღაც ფრაგმენტულია ეს ინფორმაცია და რაღაც ჰედლაინების დონეზე ეცნობა ძალიან რთული არის ახლა დასკვნების გამოტანა. ერთ-ერთი მთავარი ამის მიზეზი არის თავად ტრამპი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან შეგნებულად ქმნის ბურუს საინფორმაციო ველზე და იწვევს დაბნეულობას ბევრი გაგებით. ეს არის აშკარად რაღაც საინფორმაციო პოლიტიკური კამპანია, რომელსაც აქვს თავისი ამოცანა. მოდით ვისაუბროთ ახლა შედეგებზე. ბლოკადა ახსენა რატიმ, ორმხრივი ბლოკადა, ხო? ანუ ფაქტობრივად აი ამ ოპერაციით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება ასე ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ირანის რეჟიმს, ვიდრე დაბომბვებით კონკრეტული ინფრასტრუქტურის შეიძლება რომ მიიყენებინა. ასეთი მოსაზრებები აზრს მოკლებული არ არის და რატომ? მათ ფაქტობრივად დაუპირისპირეს იგივე ირანის რეჟიმს, რითაც ისინი ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ
დანარჩენ მსოფლიოს. და შემთხვევითი არ არის ის, რომ სკოტ ბესენდი ძალიან ჭკვიანი კაცია, ჩემი დაკვირვებით და ძალიან მომწონს ზოგადად ეგ პოლიტიკოსი. ძალიან კარგი შესატყვისი მოუძებნა ამას. ეკონომიკური რისხვა, ეს epic fury-ის გადამღერება არის ერთგვარად economic fury და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ბევრ მიმართულებით იძლევა შედეგს. ამერიკელებმა დაბლოკეს ირანის ყველა პორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანელები ვეღარ იღებენ შემოსავალს და ყოველდღიურად თვითონ ტრამპი წერდა დღეს, სხვათა შორის, ამის კალკულაციაც შესაძლებელი არის და მისდის მას ცხადია ეს ინფორმაცია, დაახლოებით $500 მილიონ შემოსავალს კარგავს IRGC. ეს ხდება ამის მეორე მხარე არის ის, რომ ფულის კლების პარალელურად უკვე ხელფასების დარიგების პრობლემის შესახებ გამოდის ინფორმაციები. ეს იწევს შიდა უკმაყოფილებას, რომელიც ისედაც არის მყიფე, იქ ხა მეტეს რომ იმ ბანკს დაარტყეს, რომელიც გასცემდა გუშაგებისთვის ხელფასს. კი, რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი არის, ხო? ანუ ახლა ფაქტობრივად ყავთ იზოლირებული და არაფერს თვითონ არ კარგავენ, ანუ ელოდებიან როდის მივა შესაძლებლობების ზღვარზე ეს ყველაფერი. ნუ ცხადია რომ ამ ამბავს სჭირდება ფული, ხო? ამ ხალხის დაჭერას სჭირდება ფული და მათ ეს რესურსები არ აქვთ. ელევათ ყოველ შემთხვევაში. ამავდროულად აი ამ პროცესის კვალდაკვალ ტრამპი თან მუქარას იყენებს თავის საინფორმაციო კამპანიაში და თან აჯილდოებს, ანუ სტაფილოს და ჯოხის ტაქტიკას რომ ეძახიან ეგ ამბავია. ერთ დღეს გამოდის და აქებს ირანს დღეს მაგალითად შეაქო რომ აი ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს და ვიღაცებს სიკვდილით აღარ დასჭიან. მეორე დღეს გამოდის და განადგურებით ემუქრება მათ. მესამე დღეს გამოდის და ამბობს რომ ჯერ კიდევ ვიდრე ორშაბათს იყო მოლაპარაკებები დაგეგმილი, პარასკევს თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა რომ ჩვენ უკვე შეთანხმებას მივაღწიეთ და ჰორმუზის სრუტეს ხსნიანო, ხო? აი აბსოლუტური სიგიჟე ხო მაშინ მოხდა. ამ კვირის პარასკევსაც ველით კიდე რა იქნება. ანუ ნახეთ, წინ მსწრებად მან განაცხადა რომ თითქოს შეთანხმება მიღწეულია. ამ დროს რა ხდება, ირანის რეჟიმი იწყებს ერთმანეთის ჭამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ შიდა დაპირისპირებები ღრმავდება და ამაზე მიდის მთელი დისკუსია ახლა. მეტიც მე გეტყვით რომ არ არის ეს დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ბოლო ცნობებით, რომელიც თავად ირანელი ჟურნალისტების მხრიდან ვრცელდება, შიდა პატიმრობაში ყავთ პრეზიდენტი პეზეშკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი ღალიბაფი. ანუ ეს არ არის დადასტურებული ვიმეორებ, მაგრამ ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს ხალხი რაღაცა ბოლო დროის მონაკვეთში, ბოლო რამდენიმე საათის მონაკვეთში საერთოდ გაქრა, არც პოსტავენ, არც არაფერ განცხადებას არ აკეთებენ, ზუსტად მაშინ, როდესაც უნდა წასულიყვნენ ისლამაბადში მოლაპარაკებებზე. და ამას აქვს თავისი მიზეზები, იმიტომ რომ აი ამ ტრამპის საინფორმაციო თამაშის ფონზე გაიყო ორად, ანუ არიან რადიკალური ფრთა, სამხედრო მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, ეს IRGC-ის ხალხი, რომელსაც ფაქტობრივად ახლა ხელში აქვს აღებული მთელი სადავეები და არიან შედარებით რეფორმისტებს, რომელსაც ეძახიან ეს ფლანგი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცდილობს, რომ ამ გამოუვალი სიტუაციიდან ბლოკადის ფონზე იპოვოს რაღაცას დიპლომატიური გამოსავალი, მაგრამ ამის საშუალებას IRGC არ აძლევს ამ ხალხს, როგორც ჩანს. ფაქტია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო თანხმობა და იყო მზაობა, მან გადადგა კომპრომისული ნაბიჯი, რომ თქვა, რომ ჩვენ გავხსენით და ამით ბევრი მტერი გაიჩინა, როდესაც ჰორმუზის სრუტის გახსნაზე განაცხადა და აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აგულისხმოა, რომ წარმოიდგინეთ, მინისტრი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე გავხსენი და მისი სპიკერი, სამინისტროსვე წარმომადგენელი გამოდის და 1 საათში ამბობს, რომ არა, ეს ასე არ ხდება, ანუ ხვდებით, ანუ თვითონ არათუ სისტემის სამინისტროს შიგნითაც ეს სპიკერი, ნუ შემდეგ ითქვა, რომ ეს IRGC-ის წარგზავნილი კადრია შესაბამისად და სწორედ ის აქტიურობს ბოლო პერიოდში. ნუ ხო რა, ანუ ეგრევე რამდენიმე საათში ისევ განაცხადა შემდეგ IRGC-მ, რომ არა რასისულელია ჩვენ ვკეტავთ პორტს. ანუ წინააღმდეგობაში მოვიდნენ, ხო? და ის ტრამპის განცხადებები მუდმივად რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ისევ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ, ისევ რაღაცა აი ორ შაბათს შევხვდებით, სამ შაბათს შევხვდებით და ამასობაში დადგავთ შაბათი, ხო და არავინ არავის არ შეხვდა. აი ამით ხდება შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა ერთის მხრივ, ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა უკვე ვახსენე, სამხედრო თვალსაზრისით ბევრ მიზანს უკვე მიაღწიეს, ეს მსჯელობის საგანია, რამდენს მიაღწიეს, რამდენს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ამ სიტუაციაში ბევრს არაფერს არ უკარგავთ, თუ
არ კარგავს თუ არ ჩავთვლით სერიოზულ საკითხს, რომელიც ეხება ნავთობის ფასებს და საერთაშორისო ბაზარს, მაგრამ მანდაც აი ამ манипуляციებით ნახე რა მოხდა გასული 4-5 დღის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით დაეცა ნედლი ნავთობის ფასი. ეხლა ისევ გაიზარდა, დღეს არის $101 ბარელზე დაახლოებით, 80-მდე დაეცა სწორედ აი ამ манипуляციების ფონზე. თან მერე მეინსტრიმ მედია ტრამპის განცხადებებს ძალიან მაგრად ყლაპავს. პირდაპირ როგორც კი თქვა ტრამპმა რომ შეთანხმებას მივაღწიეს მთელ მსოფლიოში ჰედლაინი იყო რომ მორჩა თითქოს აი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ამასობაში ბაზარი დარეგულირდა. გაგაცნობთ ბოდიშის მოხდით შენ თქვი რომ ბევრს არაფერს არ კარგავს, თუმცა მე მგონია რომ კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს და ეს არის რეპუტაცია ამერიკის შეერთებული შტატების და ვესტები აქვს რატომ ერთი ის რაც შენახსენე რომ მეინსტრიმ მედია ტრამპის განცხადებებს იტაცებს და ყლაპავს, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სიტყვას ფასი უნდა კონდეს და ის რომ რაღაცას ამბობს, ნებისმიერი მეინსტრიმ მედია, რა თქმა უნდა, რომ ამას აიტაცებს. სხვათა შორის მე დაახლოებით 3 კვირის წინ კითხულობდი რაღაც ამერიკულ ინფორმაციას ბაზარზე თამაშის შესახებ და აი ამ ტრამპის განცხადებები ინსაიდერული ინფორმაციებით ვაჭრობა რაღაცა ისეთი, ცოტა ყვითელი იყო ეს რასაც კითხულობდი სერიოზული საკითხები და ანუ აი ბაზარზე რო თამაშობ ინსაიდერული ინფორმაციებით რო ვაჭრობ ასე ვთქვა რა რომ როგორც შეგვიძლია ტრამპის განცხადებას ეს ფასების მერყეობა მოყვება და ამაზე ვიღაცები დიდ ფულს შეუვლებენ და შესაბამისად და მეორე ამბავი რომ სიტყვას ფასი არ აქვს ერთი და მეორე ამბავი ის რომ ჩვენ ახლა როგორც უნდა შევაფასოთ იქ შექმნილი ვითარება ის ვადები რა ვადებში თქვენს რომ ჩავეტევითო გავიდა და რავი, ჩემთვის ახლოს არ არის ჯერ მიზანი რა. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერი ისეთ სუდადაც არ არის, როგორც შეიძლება ზოგიერთ წარმოედგინა, თუმცა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ მინიმუმ გზაში სცენარის შეცვლა მოუწია შეერთებულ შტატებს, სხვა რამე იყო დაგეგმილი და სხვაგან გადაუხვიეს. ყოველ შემთხვევაში ასე ღია წყაროებით ასე ჩანს. კიდევ ერთხელ, თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, მის სიტყვას ფასი აქვს. სამწუხაროდ ჩემთვის ეს არის, რომ დონალდ ტრამპის ხელში დონალდ ტრამპის სიტყვას პრაქტიკულად ჩავის ფასი აქვს, მართლა, იმიტომ რომ თვითონვე ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს ამბობს, ასე რომ აი ხო, ესე შეიძლება შეხედო, მაგრამ მე სხვანაირად უყურებ, მე ამას უყურებ როგორც გამიზნულ манипуляციას. გეთანხმები იმაში, რომ ტრამპი არის არატიპური პრეზიდენტია რა. ანუ მან თამაშის წესები მაგაგებით, აი რაც ეხება პრეზიდენტის რეპუტაციას, მის განცხადებებს, რაღაცა შეცვალა ეს ფაქტია. მე არ ვამბობ, რომ ეს რაღაცა მე საერთოდ არ ვარ ტრამპის ფანი, მით უმეტეს უკრაინის გაგებით მე ანუ ძალიან დიდ რისკებს ხედავდით ყველანი ერთად, რაც ეხებოდა იმის პუტინის მხარდამჭერ გზავნილებს და აქეთ ზელენსკის გაწნეხვას, ხო? ანუ ვინმე არ მინდა რომ ჩათვალოს. უბრალოდ ანუ ჩემი აზრით აი ირანთან მიმართებით ეგ ტაქტიკა არის გამიზნული. შესაძლოა ამას გარკვეული მოკლევადიანი ეფექტი მოყვეს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ საბოლოოდ თუ შედეგი დადო, აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ტრამპის პოსტები ერთ დღეს ერთი თქვა აპოკალიფსი რო დააანონსა თუ რაღაც იგიჟებს აკეთებს, მართლა რაღაც იგიჟებს აცხადებს ხოლმე, ხო? ხვალ მთელი დედამიწა კაცობრიობა განადგურდება თუ რაღაცებს რო ამბობს, ხო? ნუ სიგიჟეა რა თქმა უნდა, მაგრამ მე ერთი ტრუკი ჩავატარე, რაღაც აი ამას ახსენებს ტრამპის მოქმედებები. ხო, ნუ მთავარი არის შედეგი და შედეგი ჩვენ შეთანხმებული ვართ, ვინც ხშირად გვიყურებს ხოლმე ჩვენი მოსაზრება მაგაზე იცის, რომ თუ რეჟიმის ცვლილება არ მოხდა, ეს არაფერი, ნუ ეს იქნება რაღაც მოკლევადიანი, ისევე როგორც იყო შარშანდელი ოპერაცია, მე რაღაც დრო გავა, თუ რეჟიმი შენარჩუნდება, ისინი დაიწყებენ გვირაბებიდან დაზიანებული სარაკეტო გამშვებების გამოტანას, ახალი პროგრამების დანერგვას, ხალხი ბევრი ყავთ და ჭკვიანი ხალხია ირანელები მეცნიერებსაც მოძებნიან რამენაირად და გამდიდრებული ურანით შერჩევაც და ამიტომ თუმცა ამხელა ხარჯების გაღება მილიარდობით დოლარზე ვლაპარაკობთ ხო 28 თებერვლის შემდეგ რასაც ხარჯავენ არ მგონია რომ ხდებოდეს რაღაც უმიზნოდ თან არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ პროცესი რომელიც
ეხება ირანის საზოგადოებას და ოპოზიციის ცალკე თამაშს, მე ძალიან ინტენსიურად უყურებ რეზა ფეჰლევის ნაბიჯებს. ის დადის ევროპის ქვეყნებში მართავს შეხვედრებს, არა მხოლოდ ევროპაში, ანუ თან უკვე საზოგადოებას დაახლოებით აი წინა ეპიზოდში ხალხმა კი არ უყურა და კარგი იქნება თუ უყურებთ. მე მადიარს ეხებოდა ამბავი და იქ თამარი ამბობდა, რომ როგორ წინასწარ დაიწყო ამ კაცმა კამპანია და როგორ დადიოდა სოფელ კარდა ოფიციალურ შეხვედრებზე, როდესაც ის ხალხს ესაუბრებოდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, წინასწარ წარუდგენდა, რომ ეს იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს იქნება თავდაცვის და ასე შემდეგ. დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს რეზა ფეჰლევი რეალურად და ყველას აგებინებს იმას, რომ მე მეფედ კი არ მოვდივარ, მე მოვდივარ როგორც რაღაც გარდამავალ ლიდერად, რომელმაც შემდეგ უკვე უნდა დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოს. ეგ პროცესი არ გაჩერებულა, ეგ მიდის. ხალხი ყავთ stand-by-ზე, ასე ვთქვათ, რაღაც მოლოდინის რეჟიმში. ისრაელმა გასაგებად უთხრა და შტატებმაც, რომ დაიცადეთ, თავს გაუფრთხილდით, დაგველოდეთ და თქვენ მიიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში. ამავდროულად იქ არის სპეციალური ჯგუფები, შეიარაღებული ხალხი, რომელიც ხანდახან გაზის გაჟონვის შედეგად რო რაღაც შენობები ფეთქდება ხოლმე, ის ხალხი აკეთებს ამას. ხედავ პერიოდულად თავდასხმებს IRGC-ის პიკაპებზე ქუჩაში დაცხრილებს და ასე შემდეგ. ანუ ეგ პროცესიც მიდის. შესაბამისად, ანუ ყველა ლოგიკა აჩვენებს და არათუ ლოგიკა, ეხა ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ განცხადებული, ჩვენი მიზანი არის ირანში რეჟიმის ცვლილება და ამის გარეშე ჩვენ არ ჩავთვლით, რომ ამ კამპანიამ შედეგი დადო და ეგ არის რა საბოლოოდ მანდეთ მიდის, თუმცა გეთანხმები იმაში, რომ რაღაცები გახანგრძლივდა, დიდი ალბათობით კიდევ გახანგრძლივდება, ეს ეხა ერთ დღეში, ორ დღეში არ მოხდება, თუმცა როდესღაც დაიწყება შემდეგი ფაზა, რაც საბოლოოდ თუ ამ ამბავს უწერია პოზიტიურად გადაწყვეტა, უნდა დასრულდეს რეჟიმის ცვლილებით. მადლობა. პრინციპში მე მგონი სულ ეს იყო. პოლიტიკური ანალიზი ქონდა ბეკას თუ არ ხო, ну თუმცა ეხა ნეგატიური რისკები არსებობს, ეხა რაც გასაგებია, რომ ეხა ირანის რეჟიმი იმუქრება, მაგრამ ეგენიც ძალიან არასერიოზულად გამოიყურებიან, იმიტომ რომ აი ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცას იმუქრებიან, ამბობენ, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, რომელიც აქამდე არ მიგვიღია. რა არ მიგვიღია, 2 თვე აქ ბომბავს გაუთავა და თუ რამის საშუალება ქონდა, მიგეღო და ერთი პატარა გემი მაინც ჩაგეძირა სადმე ხო? ერთადერთი რასაც ისინი აკეთებენ, კომერციულ გემებს ურტყავენ, ეხაც იყო 2-3 გემზე დღეს საუბარი, რომ ისინი დააკავეს და ეს არის და ეს რა, ну მათ მაქსიმუმ შეუძლიათ, რომ მეზობელი სახელმწიფოები დააზარალონ, მაგრამ ის მეზობელი სახელმწიფოები ძალიან ზვირად უსვამენ ამ ამბავს, სხვათა შორის. მეგობრებო, მოკლედ დიდი ამბები არის სამეზობლოში. თუ აგრძელებს სამწუხაროდ მე დროებით. მე მგონი 1 საათი შევასრულოთ და დავასრულოთ, დავემშვიდობოთ. მომავალ კვირამდე. მოავალ კვირამდე. ნახვამდის დროებით.